მშვიდობის ძვირფასებო. უბრალოდ დილა დალაგებით დამეწყო. აქალიან ძიმი გოგოები და კიდე მაისური ვერ დაინახე. შარვალი? შარვალი ხოშაი. შარვალი არ ჩავი. მაწვენე და გააკეთა ძიმა გოგო. შეხედეთ? უკვე გააკეთა. ხო ლამაზია. ძალიან ლამაზია კი. სამაჯურებს აკეთებს და ყიდის, ესენი გადმოვყარე უნდა გავრეცხო, რადგან ამ ოთახში ამ ფანჯრიდან ძალიან უბერავს, აი ეს ძალიან ძველი, მაგრამ თბილი გადასაფარებლები ესეთები ვიპოვეთ სადღაც მე და ქეთინომ და აი მატრასზე დავუფინეთ, ეს მატრასის გადასაკრავებით უკვე რამდენი ხანია მინდა და ვერა ვერ ვიყიდე. ეს გადასაკრავის მაგივრად დაუფინე, აი აქ რო უფრო თბილად იყოს და ზემოდან უკვე პროსტინას ვუფენ. ესეთი გადმოვყარე ყველაფერი, ეხლა მივალაგებ. ერთი პარტია უკვე ირეცხება და ხა დაამთავრებს. მეორეებს ეხლა გადმოყრიამ ყველაფერს და ამებსაც გავრეცხავ და შევყრი. ამასაც გასარეცხად ეხლა. წავიღებ, ნელ-ნელა უნდა გადმოვიღო. ბალიშები მინდოდა აივანზე გამეტანა, რომ ცოტა ჰაერმა ქარმა დაუბეროს მეთქი და ცოტა გავანიავო, გავამზეურო, მაგრამ დღეს მეგობრებო თოვლია, სულ ცოტა დარჩა, ლამაზია ძალიან. ძალიან ლამაზია და ყოჩკ. ცემუჭკუიანა გოგო. მართლა თოვლია დღეს, უბრალოდ დილიდან იყო. აი ეს ცოტა გადარჩა სადღაც ზემოთ მანქანის სახურავებზე. ესენი ბავშვებმა რომ დახატეს წინა საახალწლოდ დეკემბრის შუა რიცხვებში, მინდოდა დღეს ჩამომერეცხა, რადგან უკვე რამდენი ხანი შეიძლება იყოს უკვე ახალი წელი დაამთავრდა ეს ამბები და მხიარულობა დაამთავრდა, მაგრამ რახან დღეს თოვლი წამოვიდა, ვიფიქრე კიდე 1-2 დღე იყოს მეთქი, კაი. ანგრამ გუშინ და გუშინ წვიმა რო არ ყოფილიყო, უფრო კარგად დადებდა. სულ ცოტა დადო, დღეს დილიდან ბავშვებმა წამოხვეტეს სახურავებიდან. იყოს კიდე ეს ცოტა ხანი და უკვე კი ძალიან ისე არის ცუდად არის ეს ფანჯრები. ეს ძალიან ულამაზოდ ხატია უკვე იმდენჯერ გაუსვეს გამოუსვეს ეს ხელები რომ უკვე ეს ფანჯრები გავრიცხო ერთი სული მოქვს. მაგრამ კაი იყოს კიდე. ხვალ მე და ქეთინო მივდივართ. სისხლი უნდა ჩავაბაროთ ქეთინომას თავის ჩიყვის ამბებზე და მეც ჩიყვი ვნახოთ, ესეჩი ჩავაბარო სისხლი. ვნახო კიდე სისხლშიც რამე ხო არა მაქვს ჩიყვის გამო. ეგეც კიდე გამოვიკვლიო და ანალიზებს ჩავაბარებთ ხვალ. თვითონ ექიმი იქნება ხუთშაბათს. ეგეც მინდა ჩავაბარო სისხლი და სხვათა შორის მაგნიც მინდა რომ ვნახო. ეგეც სავარაუდოდ დაბალი მეიქნება. მოუკლედ უნდა მივხედო კარგად ყველაფერს. ჩიყვზეც ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ მქონდა დარღვევები 1-2 წლის წინ დავიწყე ჩიყვზე ანალიზების კეთება და მაშინაც მქონდა დარღვევა, შარშანაც მქონდა და აბა ეხლაც ვნახო როგორ მეიქნება. ნახოთ აბა. ეხლა ეს უკვე გაირეცხა და გადმოვიღებ და მეორე პარტიას შევყრი და უნდა დავიწყო ბლინების კეთება. ბავშვებმა დღეს ბლინები შემიკვეთეს. მე საღამოს სამძიმარზე მივდივართ, ირაკლის ძალიან ახლო მეგობარი გარდაეცვალა. 72 წლის მამაკაცი. მსახიობი ბრძანდებოდა, ძალიან კარგი ადამიანი, კეთილი და რა ვიცი, ძალიან ისეთი კულტურული და მოკლედ ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან შეგვეცოდა. სამწუხაროდ ონკოლოგია სჭირდა. მოკლედ. უსაზღრისი ვერაგი დაავადება. კარგით. ვიზიარებთ მთელ მის ოჯახს და ღმერთმა ნათელში ამყოფოს. კარგით, მივხედოთ ამბებს. აღარ გვინდა ცუძე.
ეხლა ამას გადმოვყრი, მეორე შევყრი და ეგრევე ბლინებს შევუდგები, თორე უკვე პირველი საათია და მინდა რომ ეს მალე გავაკეთო, თან კამილასაც დავეხმარო გაკვეთილებში და უკვე მერე ნელ-ნელა დავიწყებთ მზადებას, უკვე უნდა გავიდეთ და მოკლედ იქაც დრო რო არ დავეხარჯოს ბევრი. მეგობრებო, ეხლა გავიდეთ კიდე რომ ირაკლის კლასელი გარდაეცვალა სამწუხაროდ. დიდხანს ავადობდა ის ბიჭი. უკვე კომაში იყო კაი ხანი. აი მე გადამბურძილდა რომ ვამბობ. რატომ დაკვდებოდეს ესეთი ახალგაზრდა ადამიანი? ძალიან შემეცოდა, იმეტი რომ არ შეიძლება. რაღაცა დღეს ისეთი დღეა. არ ვიცი სავარაუდოდ მაგასთან არ ხვალანზე გწავთ. სამძიმარზე. მოკლედ ძალიან შემეცოდა. ღმერთმა ყველა ჯანმრთელად და კარგად ამყოფოს ჩემო ძვირფასებო. აი ეგ მინდა მარტო. ყველა ჯანმრთელად რომ იყოთ. ეხლა მინდა დავაკეთებ ბლინებს. ირაკლის კლასელი გარდაეცვალა. სამწუხაროდ. TikTok-ის პირდაპირ მაქვს შართული. მეგობრებო, მოგესალმებით, ვინც ახლა შემოხვედით. ბევრი მემბერის გულები გამომიგზავნეთ. გულები თავზე რომ მაჭდება ისეთი სტიკერები. და იქნებით ჩემი გუნდის წევრები. თან ახლა მივხედავ საქმეს. ადამიანი იფიქრებს ცოტა რაღაცაზე პოზიტივზე და ასე შემდეგ და კამილა არ მოდი ხარ დედა იმ დღეს იმდენი გადავყარე. ძველები და ლაქებიანები და რაღაცები. და ჭეჭყილები უკვე განერვებს მიშლიდა. ვინ ჩიკენი ფოტოს? Camila!
რაღაც კონდა ის ბავშვთა ქალაქი? მაგაზე გაქვს? კი, ბავშვთა ქალაქის ვერა გადავდიოთ თან. ხო, ბავშვთა ქალაქი ვარ. ტრიჩიკების ვიზახდებაზე. არა, არ მინდა მედახმარება შენ მიხედე შენ სამბელოს. დღეს არ აქვს ხო? დასაწერი გაქვს. ბევრი და მე ინგლისურიც გაქვს. ინგლისური რატო ხაბრო არ მაქვს? მაინც გავაკეთოთ რა. მეტი არაფერი არ გაქვს ხო ქართულის გარდა. აი, მაშინ მოდი უცხოდ დავწერო. უცხოდ ხა დაწერე და უცხოდ იქნება თუ არა უცხოდ იქნება? უცხოდ მინდა და თუ შენ მინდა და გეხმარო. არა, მე დახმარება არ მინდა. გინდა. მე ისე ვიცი რომ იცი? ხო. ეგრე გულში ჩავიფიქრე. შეიფიქრე? ხო. დედას მოვიდეს ჩემთან გაკეთება. მიდი ჰა. ხა. დაიწყე და დაწერე დღევანდელი რიცხვი საშინაო დავალება ნამდვილად ხაბოდაფერი. როუში მან დასაწერი. ხო, და გეკმა გაქვს დასაწერი რა. ციგნში. ბევრში და ციგნში ისე თვალწერთ. ოპა. ალბათ იცით, ჩემი მდგომარეობა ყველა არ ვიცი სავარაუდოდ ნერვიული რაღაცა მჭირს, ესე მგონია მე. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ვერ ვარ კარგად. და სულ ვარ ვალერიანებზე ან ვამელანზე, ხო დაჩვენებთ. მაშინ კიდე გლიცინი ვიყიდე. ამას ერთ ტაბლეტს საღამოსკენ ვსვავ. დედა ჩემმა მირჩია. აბა მითხარით თქვენს, კარგია თუ არ არის თქვენზე როგორ მოქმედებს, თუ დაგილევიათ საერთოდ. რა თქმა უნდა, ეს უფრო უფროსებს ეხება, ხა პატარებმა საბარაოდოდ არც იცით. და ეხლა კიდე ერთ გავჩვენებ. მიდი დედიკო წერე. ესეთი მწვანე ტაბლეტებია ვამელანი. აქ შედის ვალერიანი, მელისა და კიდე რაღაც აღარ მახსოვს იმათე რომ გითხრათ. ფოტოშორის კარგად მოქმედებს ჩემზე. მადლობა ძვირფასო, მადლობა. ძალიან ბევრი ისეთი რამ მოხდა კომენტარებში მწერენ ახლა TikTok-ში ამ ბოლო დროს რომ ცოტა ვინერვიულე რა. ჩაიდეს. მაისური. კიდე. YouTube-ში არ გეჩვენებია. აჩვენე YouTube-ში კარგად. ესეთი ბრასლეტი და მეორე დავალება წაიკითხება რა უნდა გავაკეთო, ოღონდ გულში წაიკითხე ჯერ მიდი. აი ეს გავაკეთა გულში. დავალება დედა რა გასაკეთებელი კარგად წაიკითხე ქართულში. წერან რო წაიკითხე ვიცი. ისეთი ამბები, მეგობრებო, მემბერის გულები მინდა TikTok-ი. აი მეორე ახალ დღეს გავაკეთე. ბევრი გააკეთა და marketplace-ზე, Facebook-ის marketplace-ზე ვყიდით მეგობრებო. Facebook-ზე ვყიდით ბეჭდებს 2 ლარად, სამაჯურებს 3 ლარად და ხელსაბამებს 5 ლარად. არა, 5 ლარად სამაჯურებიო. ხო, 5 ლარად სამაჯურები და 7 ლარად ხელსაბამები, ხო მართალია. ასე რომ მეგობრებო marketplace-ზე დევს მირენას ხელნაკეთი, ბისერის ხელნაკეთი, ნივთები ასე გვიწერია. ოღონდ ესენი ჯერ არ დავდეთ.
მოკლედ ბეჭდები 2 ლარი, სამაჯურები 5 ლარი და ყელსაბამები 7 ლარი. ხო. დაწერო მოთხრობის გეგმა. ой, გემრიელი ბლინები ვის უყვარს? ხელები აწიეთ. ვის უყვარს გემრიელი ბლინები? ახლა უნდა გავაკეთო ბევრი თან. დანიჭი გონიყვადა. რატო? წაიკითხება დავალება რა გიწევს? წავიკითხე უკვე. მეც სამიკითხება გავიგო ჩქარა. ჩქარა. ეუს ვაკეთებ ამიტომ დაწერო მოთხრობის გეგმა. გეგმა უნდა დაწერო, მომისმინე? აბზაცები დაასათაურო. ხო, აბზაცები უნდა დაასათაურო. всё, გასაგებია. ეხლა იცი რას გამიკეთებ? 8-4 დააკვირდი ეწამი სიტყვებში მოცემული სიტყვებზე შეადგინოთ ნაგადებები. არ შეგიმოწმო? კაი დედა. კაი, მომისმინე ხა გახსენდი წიგნი. თითო აბზაცი წამიკითხე. ერთი აბზაცი წავიკითხოთ და მოვიფიქროთ როგორ დავასათაუროთ. აი ახლა ესე დაწერე მოთხრობის, არა, შუაში დაწერე გეგმა. გეგმა დაწერე. რუსული სიტყვა. გეგმა არ არის რუსული სიტყვა. რუსული სიტყვა გეგმის თარგმნა იქნება პლან. არა. გეგმა არ არის რუსული სიტყვა. იქნება პლან. აქეთ არ ჩანს. ია რა თქმა უნდა. ყვავილი ია თუ რას ამბობ? Ия сама. Я уже не помню, как это переводится. Ия. Фиалка, что ли? Может, фиалка? Сахар, это было ступия. И я машина открыла, раз много. Это надо и торгуем. Было сахар, я уже.
აბა როგორ დავარქვათ, აბა შე როგორ გონია, რა საკეთები თავას ამ აგზაცში, რა დავწერე? ხო, თავას რა საკეთები? მეგობრებო, მერდერის სტიკერები მინდა. ვიღამ ხალხი. ვიღამ ხალხი, ეგ არის თავარი? ხო. არა. მაგიტანდა პოლიტიკის კომპოზიცია ესეც თავარია. თავას რა საკეთებენ ბავშვები, რას ხატავენ? ბავშვთა გალა. თომა და მისი მეგობრები, მოიცა? ბავშვები ხატავენ ბავშვთა ხალხს. ეს როცა. ცოტა უფრო მოკლედ რო იყოს ვიდეო. იმიტომ რომ გეგმა უნდა იყოს მოკლედ. ბავშვები ხატავენ ბავშვთა ხალხს. ლამაზად დაჯექი. ესე თან საქმე, თან სწავლა. თან საქმე, თან სწავლა. ბავშვები. მაგრამ მომისმინე წაშალე. იმიტომ რომ გეგმა დამავიწყდა მეთქვა. 1 წერტილი. 2 წერტილი, აი ესე უნდა იწეროს. 1 2 3 4 ესე უნდა დაწერო გეგმა წაშალე. ციფრი 1 უნდა ჩასვა. ბავშვები ხატავენ ბავშვთა ხალხს. ბავშვთა ხალხს. უშნო ბავშვი არ არსებობს. საერთოდ სიტყვა უშნო ბავშვთა ქალაქის განაწესებით ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. ეს იტეპის მოგონილი სიტყვა. დედიკო უკვე გამოაცხობლინები. თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხიდან და ბევრი ლაიქები და კომენტარები. კარგად.